გამარჯობა კალმების მოყვარულებო, მე სანდრო კვიციანი ვარ და ჩვენ ვიმყოფებით ენგრავერში, საწერი ინსტრუმენტებისა და აქსესუარების ბუტიკში. დღეს მინდა გესაუბროთ ჩემს ყოველდღიურ კალმებზე და აგიხსნათ თუ რატომ ვიყენებ რამდენიმე განსხვავებულ მოდელს ერთდროულად. ბევრს გონია, რომ თუ კარგი ჭავლური კალამი გაქვს, ერთი სრულიად საკმარისია. ხშირ შემთხვევაში კი ეს ასე არ არის. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში სხვადასხვა კალამს სხვადასხვა დანიშნულებით ვიყენებ. ყოველდღიური სამუშაო ჩანაწერებისთვის, სწრაფი ჩანიშვნებისთვის, ხელმოწერებისთვის და ხანგრძლივი წერის დროს. ბოლო რამდენიმე წელია 3 ან 4 კალამი მუდმივად მაქვს მომართული და დამატებით მათ ვანაცვლებ კიდეც. ამას რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს. უბრალოდ მრავალფეროვნება მიყვარს და ვფიქრობ, ეს წერის პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. იგივე შეიძლება ითქვას მელნებზეც. ხშირად ვცვლი ფერს, თუმცა ერთი კალამი ყოველთვის შავი ან ლურჯი მელნით მაქვს მომართული. ჩემი აზრით ასეთი კლასიკური ფერი აუცილებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის. განსაკუთრებით მიყვარს წითელი, ლურჯი და ნარინჯისფერი ტონალობები. უპირატესობას კი ყოველთვის სველ მელნებს ვანიჭებ. როდესაც რაიმე კონკრეტულზე ვმუშაობ, ხშირად მელნის ფერს ვცვლი. სხვადასხვა ფერით ტექსტში მნიშვნელოვან ადგილებს ვინიშნავ, იდეებს გამოვყოფ და ეს კონცენტრაციაშიც მეხმარება. ჩემთვის ეს ძალიან პრაქტიკული ჩვევაა. როდესაც შედარებით დიდ ტექსტს ვწერ, ყველაფერი უკვე ხასიათზეა დამოკიდებული. შეიძლება დილით ავრორა ავიღო ხელში და მთელი დღე მხოლოდ ამ კალმით ვწერო, ისე რომ სხვა არც კი ამოვიღო საკალმიდან. რაც შეეხება წვერის ზომებს, ჩემი ფავორიტებია extra fine და fine. ერთი კალამი medium წვერით ყოველთვის მომართული მაქვს, მაშინ, როდესაც უფრო სველი და მსხვილი ხაზი მინდა. თუმცა აქაც ერთი საინტერესო დეტალი არის. ყველა medium ზომა ერთნაირი არ არის. მაგალითისთვის, ავრორას medium სრულიად განსხვავებულ ხაზს ავლებს, ვიდრე მომბლანის მედიუმი. ამიტომ თითეული კალამი სრულიად განსხვავდება და სრულიად სხვა გამოცდილებას მაძლევს. ამიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ყოველდღიურად რამდენიმე კალამი მქონდეს მომართული. ეხლა კი მინდა გაჩვენოთ ჩემი კალმები, რომლებსაც ბოლო პერიოდია ვიყენებ. ესე იგი, ამ ეტაპზე მომართული მაქვს პილოტის კაპლესი, მომბლანის 156 და 2 ცალი ავრორა 88. ერთი მოოქროვილი ვარიანტი, ხოლო მეორე როდირებული. ხშირად ვიყენებ პელიკანის M800 და ამ ულამაზეს ვისკონტის რემბრანდტს ამ მომენტისთვის მელნით მომართული არ მაქვს, თუმცა ამ კვირაში შეიძლება ჩავანაცვლო ან სულაც დავამატო ამ 4-ეულს და 6-ვე მქონდეს ერთდროულად მომართული. დიდი ზომის საკალმეებიც მაქვს და გადავაწყობ. საკალმე აუცილებელია ჩემთვის და ყველას გირჩევთ. პირველ რიგში კალამს იცავს ნაკაწრებისგან. მეორე მხრივ კი ძალიან კარგია ორგანიზებისთვის. ასე რომ ეს აუცილებელი აქსესუარია თქვენი კალმებისთვის. პირველი კალამი, რომლის გარეშეც ჩემი ყოველდღიურობა პრაქტიკულად ვერ წარმომიდგენია, არის პილოტ კაპლესი. ეს არის კალამის სწრაფი ჩანაწერებისთვის, როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობ, შეხვედრაზე ვარ, ან უბრალოდ სწრაფად უნდა ჩავიწერო იდეა. ყოველთვის სწორედ პილოტ კაპლესს ვიყენებ. ამ მოდელს განსაკუთრებულს მისი მექანიზმი ხდის. განსხვავებით ჭავლური კალმების უმეტესობისგან, კაპლესს აქვს კლიკ მექანიზმი, ისევე როგორც ბურთულიან კალამს. ერთი დაჭერით გამოდის, მეორე დაჭერით კი ისევ შიგნით ბრუნდება წვერი. ამის წყალობით თავსახურის მოხსნა-დახურვა აღარ გიწევთ, რაც სწრაფად გამოყენების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. სწორედ ამიტომ ჩემი აზრით პილოტ კაპლესი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ჭავლური კალამია სწრაფი ჩანაწერებისთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველა სიტუაციისთვის იდეალური არის. მისი კონსტრუქცია და განსაკუთრებით გრიპ სექცია განსხვავდება კლასიკური ჭავლური კალმებისაგან. წვერის გამოსვლის მექანიზმის გამო შედარებით დიდი ზომის არის და თითებიც სპეციფიურ პოზიციაში გიჭირავთ. ეს პრობლემა არ არის, მაგრამ თუ რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად წერ, ასე დროს სხვა კალამს ვანიჭებ უპირატესობას. სწორედ ამიტომ კაპლესს ჩემს ყოველდღიურ კომპლექტში კონკრეტული დანიშნულებითაა, სწრაფი და სპონტანური ჩანაწერებისთვის. მისი წვერის ზომა, რა თქმა უნდა, არის fine. ამ კალამში თითქმის ყოველთვის შავი მელანი მაქვს გაშვებული. ახლა კი გადავინაცვლოთ ჩემს ორ ფავორიტ მოდელზე, ლეგენდარულ ავრორა 88-ზე. ეს ორი კალამი პრაქტიკულად სულ ჩემთანაა. ერთი არის ავრორა 88 მოოქროვილი დეტალებით, semiflex წვერით, ხოლო მეორე როდირებული, ვერცხლისფერი ვერსია, medium წვერით. ორივე მათგანის წვერი არის დამზადებული 14 კარატი ოქროსგან, ხოლო მელნით შევსების მექანიზმად გამოყენებულია ინტეგრირებული დგუშის სისტემა. ორივე სხვადასხვა ფერის მელნით მაქვს მომართული. ერთში წითელი ტონალობის მელანს ვიყენებ, მეორეში კი ნარინჯისფერს.
ფერებს ხშირად ვცვლით, თუმცა ამ ორი კალმით თითქმის ყოველთვის უფრო ცოცხალი ფერების გამოყენება მიყვარს. თუ პილოტ კაპლეს სწრაფი ჩანაწერებისთვის ვიყენებ, Aurora 88 უკვე ის კალამია, რომელსაც მაშინ ვიღებ ხელში, როცა წინ რამდენიმე საათიანი წერა მელის. სწორედ აქ იწყება მისი მთავარი უპირატესობა. უპირველეს ყოვლისა, საოცრად ერგონომიული კალამი არის. Aurora 88-ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დეტალი ჩემთვის სწორედ ეს გრიპ სექცია. თითები თითქოს თავისით პოულობს სწორ პოზიციას და კალამიც ბუნებრივად ჯდება ხელში. შედეგად, წერისას საერთოდ აღარ ფიქრობ, როგორ გიჭირავს კალამი, უბრალოდ წერ. შეგიძლია საათობით წერო და ყოველი სიტყვით სიამოვნება მიიღო. სწორედ ამიტომ Aurora 88 ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. როდესაც უფრო ზუსტი წვრილი ხაზი მინდა, Fines ვიყენებ, ხოლო როცა უფრო სველი, ფართო, ექსპრესიული წერა მსურს, არჩევანს Medium-ზე ვაკეთებ. ამ სხვაობების მიხედვით ვანიჭებ უპირატესობას, თუ რომელ მათგანს გამოვიყენებ. შემდეგი კი ჩემი ბოლო 10 წლის მეგობარი Montblanc 146-ია, რომელიც მაისტერშტუკის კოლექციიდან არის წარმოდგენილი და ლეგრანდის სახელით არის ცნობილი, რაც დიდებულს ნიშნავს. კონკრეტულ მოდელს 14 კარატიანი ორფეროვანი ოქროს წვერი აქვს, რომელიც წერისას საოცარ კომფორტს და ბალანსს გვთავაზობს. ჩემი აზრით Montblanc 146-ის წერის გამოცდილება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ისევე როგორც მანამდე ნაჩვენები Aurora 88-ის ორივე ვერსია. ესეც ნამდვილად must-have კალამი არის. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ხარისხენი საწერი ინსტრუმენტები უყვარს. ამ კალამში ამჟამად გაშვებული მაქვს ფირუზისფერი მელანი, რომელიც ძალიან მომწონს და ჩემი აზრით ამ მოდელს განსაკუთრებულად უხდება. 146 გამოირჩევა რბილი, დახვეწილი და კომფორტული წერის მანერით. ყველა ეს კალამი, რომელიც აქამდე გაჩვენეთ, ოქროს წვერით არის აღჭურვილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ფოლადის წვერიან კალმებსაც აქტიურად ვიყენებ. მათ შორის განსაკუთრებულად გამოვარჩევ კავეკოსა და ვისკონტის მოდელებს. ვისკონტის Rembrandt ჩემი კოლექციიდან სწორედ ასეთი კალამია, რომელსაც აქვს ნომერი 6 ზომის ფოლადის წვერი. ჩემი გამოცდილებით მართლაც ფანტასტიკურად წერს. თუ გსურთ ფოლადის წვერით ერთ-ერთი საუკეთესო წერის გამოცდილება მიიღოთ, ვისკონტის ფოლადის წვერი ნამდვილად შესანიშნავი არჩევანია. ბრენდი ყურადღებას უთმობს წვერის დამუშავებასა და რეგულირებას, რათა მომხმარებლამდე მაქსიმალურად სასიამოვნო და სტაბილური წერის გამოცდილება მიიტანოს. ცალკე აღნიშნის ღირსია თავად ვისკონტის დიზაინიც. როგორც ეს Rembrandt-შია გამოხატული, ასევე ბრენდის კოლექციების უმეტესობა იმდენად ავანგარდულია, გამორჩეული და ესთეტიკურად დახვეწილი, რომ კალამი მხოლოდ საწერი ინსტრუმენტი აღარ არის. ის შთაგონების წყაროდაც შეიძლება გადაიქცეს. თუ პრემიუმ კლასის ფოლადის წვერიან ჭავლურ კალამს ეძებთ,
ვისკონტის რემბრანდტი ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იქნება. და ბოლოს პელიკან M800, რომელიც ჩემს კოლექციაში მედიუმ ზომის 18 კარატიანი ოქროს წვერით და ნაცრისფერ ფერშია წარმოდგენილი. პირადად მე ეს ფერი განსაკუთრებულად მომწონს. კლასიკური, ელეგანტური და ყოველდღიური გამოყენებისთვისაც კი ძალიან დახვეწილი არჩევანია. როგორც უკვე შეამჩნევდით ამ კალამსაც გუშის იგივე piston filler შევსების მექანიზმი აქვს. ალბათ უკვე მივხვდით, რომ ეს ჩემი საყვარელი შევსების სისტემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის შედარებით ძველმოდურად შეიძლება ითვლებოდეს, ჩემთვის დღემდე საუკეთესო და ყველაზე პრაქტიკული მექანიზმია. რაც შეეხება Pelican M800-ის წერის გამოცდილებას, აქ ნამდვილად საინტერესო შეგრძნებები მინდა გაგიზიაროთ. Pelican-ს თავისი ძალიან გამორჩეული წერის ხასიათი აქვს. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს კალამი თავად მკარნახობს, როგორ ვწერო. თითქოს ის უფრო თავის სტილს მთავაზობს და არ მემორჩილება. ეს თვისება ყველასთვის ერთნაირად სასიამოვნო შეიძლება არ იყოს. პირადად მე ყოველდღიურ წერაში უპირატესობას არ ვანიჭებ, თუმცა არის მომენტები, როდესაც სწორედ ეს უნიკალური ხასიათი განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს. მისი 18 კარატიანი ოქროს წვერი რბილია და ძალიან დახვეწილია. თავად კალმის ზომაც ჩემთვის თითქმის იდეალურია. ხელში შესანიშნავად ზის, ბალანსი ფანტასტიკურია და ხანგრძლივი წერის დროსაც კომფორტს სრულად ინარჩუნებს. Pelican M800-ის სწორედ იმ კალმების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც საკუთარი ხასიათი აქვს. შეიძლება ყოველთვის და ყველასთვის არ იყოს პირველი არჩევანი, მაგრამ როდესაც მისი გამოყენების სურვილი გაგიჩნდებათ, აუცილებლად გაგახსენებთ, რატომ ითვლება ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პრემიუმ ჭავლურ კალმად. კალმით ფურცელზე წერა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნებაა. როდესაც ამ გამოცდილებას სხვადასხვა ხასიათისა და წერის მანერის მქონე კალმებით ვამრავალფეროვნებ, ეს პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი ხდება. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად ვწერო ხელით. ეს მეხმარება შევანელო ყოველდღიური ტემპი, უკეთ მოვიკრიბო აზრები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიყო აქ და ახლა. ახლა კი თქვენი ჯერია, მეგობრებო. დამიწერეთ კომენტარი, თუ რომელ კალამს იყენებთ ყოველდღიურად და რა მოგწონთ ყველაზე მეტად მასში. ასევე არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ყოველ შაბათს ერთად ვიმოგზაურებთ კალმების სამყაროში.